Პრობლემა რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს და რომ ხელისუფლება არ იცავს ევროპულ პრინციპებს. მათი განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაცრად ისაუბრებენ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და ქართულ ოცნებას კონკრეტულ მოთხოვნებს წაუყენებენ. ვხედავთ სერიოზულ უკუსლას საქართველოში. განვიხილავთ კიდევ რისი გააკეთება შეგვიძლია. მაგ დაზადებს ყველა ვარიანტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა და სხვა ელემენტები, რამაც შესაძლოა საქართველოს მთავრობა აიძულოს გათვლების შეცვალოს. დიახ, წევრებს შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები მართლაც ძალიან არაპროპორციულია. ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია. ასე რომ დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც იცით, ადრე გქონდა ბლოკირება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე განვიხილავთ ჩვენ სამუშაო მეთოდებს და მოგვიანებით გავაგრძელებთ ამას. ამასთანავე დღეს გვექნება წერილი, რომელიც საქართველოს გაეგზავნა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები ვადაში არ იქნება შესრულებული, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს. Georgia, we see that situation is further deteriorating. ვხედავთ, რომ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება და ჩვენი მხრიდან ქმედებების ნაკლებობა სიტუაციას დამატებით სტიმულს მატებს. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების